ჩვენთან ერთად არიან თბილისის საპატიო მოქალაქეები, რა თქმა უნდა, მთელი ამ 2 საათის მანძილზე გპირდებოდით მათთან შეხვედრას და დადგა ეს მომენტიც. დილამშვიდობისა და ძალიან დიდი მადლობა სტუდიაში მობრძანებისთვის და მინდა წარმოგადგინოთ, ასე ვთქვათ, ქალბატონი თინამ გალობლიშვილი, ადამიანი, რომელსაც პრინციპში ყველა ძალიან კარგად იცნობს, რადგან ის მრავალი წელი მუშაობდა საზოგადოებრივ მაუწყებლის როგორც ტელე, ასევე რადიო სივრცეში. გამორჩეული ხმა, ხო, შეგვიძლიათ ასე ვთქვათ, დიქტორი, მსახიობი, რომელსაც წარმოიდგინეთ 600-მდე კინოროლი აქვს გახმოვანებული. ხო, არ მეშლება ქალბატონო თინა ეს ციფრი? არა, ზედმეტად მაქებთ. ზედმეტია. არა, მაინც მინდა რომ ჩამოთვალო ის ფილმები, რომელშიც შეგვიძლია თქვენი ხმა რომ მოვისმინოთ და ესენი არის, რომ არ შემოშალოს მაინც წავიკითხავ. ნატრის ხე, როცა აყვავდა ნუში, სამი სიცოცხლე, მთვარის მოტაცება, დიდოსტატის მარჯვენა და მრავალი სხვა. ზოგიერთით როგორ არის, აი რომ უყურებ ეკრანს, უყურებ და ვაიმე ჩემი ხმა, თვითონ დავიწყებული მაქვს ეს ფილმები საერთოდ იმდენი იყო, მართლა ბევრი იყო. და მე ამოვიცნობ ხოლმე ჩემ ხმას. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონო თინა მობრძანებისთვის და რაც შეეხება მეორე სტუმარს, ჩემი სათაყვანებელი უფროსი მეგობარი დავით ევგენიძე, წამყვანი სცენარის ავტორი, კომპოზიტორი, მუსიკოსი, პიანისტი, რანინას უცვლელი ჟიურის წევრი, 12 მოციქულის ავტორი და წამყვანი და მუსიკის 12 მოციქულის ავტორი და წამყვანი და მაყურებელმა არ იცის ასევე მსახიობიც, იმიტომ რომ სულ მალე ეკრანებზე გამოვა რეზო გიგინეიშვილის ფილმი ლირიკა, სადაც ბატონი დათო ერთ-ერთ როლში მოგვევლინა და არაჩვეულებრივად შეასრულა თავისი განსაკუთრებული სახე შექმნა. კიდევ ერთი ამბავი მინდა გავიხსენო. მე ისევე როგორც ბატონი დათო გახლავართ პირველი სკოლელი, დათო ბავშვობიდან ჩანდა, პატარაობიდან ჩანდა. ჩვენ მაშინ ძალიან პატარები ვიყავით, როდესაც დათო უკვე ცნობილი კომპოზიტორი იყო და ყველა აი ამ ოლიმპიადის მონაწილე. და ბატონი დათო ერთ-ერთ ოლიმპიადა მე მაშინ ცეკვავდი და სოლო მქონდა დოლზე, რობერტ დარახველიძეს. ცეკვავდით კი ძეს ბატონი იყო. რომ ღეროდით იყო ასეთი ამბავი და დოლი დავდევი კულისებში. და სანდრო მირიანაშვილი უკრავდა ვიღაცა მღეროდა და დათო უკრავდა დოლზე. არაჩვეულებრივი მუსიკალური ნომერი იყო და ვიღაცა მიმახედა, ბიჭო შენ დოლზე უკრავსო. ესე იგი მე ვიყავი ამაყი, რომ დათომ ჩემ დოლზე დაუკრა. დათო მოგესალმები. აი ასეთი ისტორიაც იყო. გილოცავთ ხალხო, ეს არის ალბათ ქალაქელისთვის, თბილისელისათვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჯილდო. და მე დარწმუნებული ვარ დალი რომ ეს გუშინწინდელი ცერემონიალი უბრალოდ ფორმალობა იყო, იმიტომ რომ ორივე ქალბატონი თინაც და ბატონი დათოც თბილისისგან განუყოფელი კოლორიტები არიან და ეს უბრალოდ ფორმალური მომენტი მოხდა. გილოცავთ მეც ჩემი მხრივ რა თქმა უნდა და ქალბატონო თინა, აი მართლა ძალიან მაინტერესებს, თქვენ პირველად ხართ ხო ჩვენთან ახალ შენობაში? ნამდვილად მოხიბლული. აი ეს თქვენი ემოცია აუცილებლად უნდა გამიზიაროთ. არაჩვეულებრივი სივრცე, ულამაზესი, დიდებული ესეთი მასშტაბი. ну რაღაც არაჩვეულებრივია, მაგრამ უნდა გითხრათ სიმართლე, რომ ჩემი სული დარჩა იქ. ჩემიც. ხო, დათო მრავლესობის. აი ასეა. მაგრამ ნუ ეხლა ეს არის ახალი, ეს არის ასეთი მასშტაბი და ესეთი სილამაზე, არაჩვეულებრივი სივრცეა და არაჩვეულებრივი ადამიანები, რაც თავარია. მე ბატონ ჯონის უკვე აუხსენი სიყვარული. კი ბატონო. ვერ წარმოვიდგენდი, რომ აი ერთი ოცნება ხო ამიხდა, რომ თბილისის საპატიოს ძალიან დიდი პატივია, მაგრამ მეორე პატივი, მეორე სიხარული ისაა, რომ ბატონ სულ მოცნებობდი, ვერ წარმოვიდგენდი, რომ ბატონ ჯონისთან ერთად გადაცემას წავიყვანდი. ეს მოცნებების აღთენის მადლობა. ეს არის ჩემთვის აი ყველაზე დიდი ჯილდო ახლა რა შეიძლება და მომესმინა. დიდი მადლობა ქალბატონო თინა. და პირიქითაც ნუ ახლა თქვენ საჩექწლებოდით, საში ვარსკვლავს და ძალიან ბედნიერი და ერთი თხოვნა მექნება, მე რომ ქალბატონ თინას თუ თაშხიასი არ იყოს, პირდაპირ ჯონი დამიძახეთ, ძალიან გთხოვთ. ბატონო დავით, ხო. დათო რას ნიშნავს მაინც ეს ჯილდო შენთვის? ძალიან საფასუხისმგებელია, იმიტომ რომ თბილისი საერთოდ
ჩემთვის ის ქალაქია, რომელსაც ვერ ასდროს და არც მიფიქრია, რომ მიმეტოვებინა მიუხედავად იმისა, რომ საოცარი შესაძლებლობები მქონდა მსოფლიოს უდიდეს ქალაქებში გამეგზელებინა ჩემი მოღვაწეობა. მე ამ ქალაქს ვერ ასდროს ვერ დავთმობდი რა. იმიტომ რომ ესე არ მიყვარს არაფერი რა. ზუსტი სიტყვა გვაქვს, დედაქალაქი. და მართლა დედაქალაქია, მშობელია შენი და ძალიან საპასუხისმგებლოა, როდესაც საპატიო მოქალაქის წოდებას გაძლევენ, კიდევ უფრო მეც მოითხოვს შენგან, რომ ამ ქალაქისთვის ძალიან ბევრი რამე გააკეთო. ნამდვილად ასეა. ქალბატონო თინა, თქვენთანაც იგივე კითხვა მექნება. როგორ შეიძლება არ გიყვარდეს დედა თბილისი, დედა სამშობლო, დედა ასე იწყება. დედა თბილისია. თბილისი არ უყვარდეს ქართველ ადამიანს, ეს წარმოუდგენელია. სრულიად და დასაკვირველია მეს იგივე ერთი თბილისელი ვარ, დავიბადე ფოტოშორის ვერაზე, ამ უბნებსაც მნიშვნელობა აქვს. ყველა უბანი ძვირფასია, მაგრამ ყველა უბანს რაღაც თავისი შარმი აქვს, ასე ვთქვათ, ხო? და ეს იყო, მე ვაკეში გავიზარდე. ნუ ვერაზე რომ დავიბადე, ის აღარ მახსოვს, მაგრამ ვაკეში გავიზარდე. და საერთოდ თბილისი როგორ შეიძლება არ გიყვარდეს, აი განსაკუთრებულად აი მძაფრად ვიგრძენიეს, როცა მე მოგზაური არა ვარ და ბევრი არ მოგზაურია სიმართლე გითხრათ, მაგრამ ერთხელ როდესაც მოვხვდი უცხოეთში, აი რაღაცა იქ ვიგრძენი, რომ მენატრება ჩემი სამშობლო, მენატრება ჩემი თბილისი. ძალიან მიყვარს. თავისი ეს ურთიერთობები რაღაც არაჩვეულებრივი, ეხა ჩვენ დროს მაინც რაც იყო, მე იმას მივტირი დღესაც და ის ურთიერთობები, არაჩვეულებრივი ურთიერთობები, ადამიანები, ხო ეს არის პრინციპში სამშობლო და შენეული ძალიან. და თავის კანონები ქონდა. უდიდესი პატივია ეს, ამას მართლა ვერ წარმოვიდგენდი. დიდი პატივი ძალიან და დიდი პასუხისმგებლობა რასაკვირველია და აი ესეთ ადამიანებთან როგორც ბატონი დავითია ახლა და ასეთი ღვაწლმოსილი ადამიანები კიდე მრავლად იყვნენ იმ საღამოს თუ ყველა და ნუ სიამაყეა ეს ჩემთვის მხოლოდ და ჩემთვისაც თქვენს გვერდით სიტყვაზე გიჭერთ. აბა აი თქვენ თქვით რომ მივტირი ვარ რომ აი იმ ტელევიზიის შენობას, იმიტომ რომ ალბათ ყველაფერი ლამაზი ის მოგონებაა შენ. რა თქმა უნდა, ისიც რა შეასაქმე. პირველი იყო, მე იმ პირველი თაობის წარმომადგენელი ვარ. ცოტა უფრო გვიან შევუერთდი, ხა მთლად პირველები იყვნენ ის ულამაზესი გოგოები, ლია მიქაძე, შურიკო, ჯულეტა ვაშაყმაძე, ჟანეტა, ესენი და მე უფრო გვიან მაგრამ მაინც ის თაობა ვართ და მე ის ადამიანები რომლებიც აი იქ რო იწყებდნენ საქმეს ეპოქალური ადამიანები იყვნენ მათი აშენებულია ისინი აშენებდნენ ტელევიზიას მან შექმნეს ტელევიზია და ეს ყველაფერი რაც დღეს არის და არის აი ესეთი დონეზე და ესეთ ხარისხში იქ იყო ბაზისი იქ სადაც ვიყავი მე იმ საფუძველზე დგას დღევანდელი ერთი რიგითი მეც ვიყავი იქ და ეს ტელევიზია ძალიან შემიყვარდა ის ადამიანები საოცრებია და ამიტომ ის შენობა ჩემთვის აი ეს კედლებია ჩემო კედლებო სიმღერა რომ აი ეს კედლებია ჩემთვის გახმოვანების თემას დაუბრუნდები კიდევ გახმოვანება ესეც არის ერთი ძალიან დიდი სიყვარული მაქვს რადიო ეს არის სხვა ფენომენი ჩემთვის ტელევიზია ხო ძალიან კარგი იყო და ძვირფასი მაგრამ ეს რადიო კიდე სხვა ფენომენი იყო და იქ დავიწყე და შემდეგ უკვე თუმცა ტელევიზიაში გადაცემები სულ მიყავდა რაც შეეხება ხა კინოსტუდიას ეს კიდე იყო არ ვიცი ხო ისეთ ადამიანებთან ძალიან დიდ მსახიობებთან ვიდექი როგორც პარტნიორი ხო წარმოგიდგენიათ მახმოვანებდით ხა სცენაზეც არ ყოფილვარ არა არც ერთი დღე და არანაირად უდიდეს მსახიობებთან ვიდექი როგორც პარტნიორი ეხლა როდგენ ხარ მეღვინეთის გვერდით თენგიზ ჩვაძის გვერდით და ნუ გურამ საღარაძის კადრები გამოჩნდა გურამ საღარაძე რასაკვირველია ძია კოტეს ვეღარ მომფიხლა იმიტომ რომ ყველა ზია ვარ უკვე მეთქი ედიშერ მაღალაშვილი შემახსენეს კი რასაკვირველია გურამ საღარაძე ყველასთან ვიდექი როგორც პარტნიორი ამ დიდ მსახიობებთან და ჩემთვის მე ახალგაზრდა ვიყავი სრულიად გამოუცდელი მაგრამ მოხდა ისე
ეხლა უნდა ვთქვა რომ ეხლა მონაცემი რასაკვირველია, მაგრამ იღბალი მაინც. და აი ფილმიდან ფილმზე აი როგორც კი დავიწყე რაღაცნაირად ისე იღბლიანად წავიდა ყველაფერი, რომ ძალიან კარგად მიმიღეს. მიკროფონმაც კარგად მიიღო ხმა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო და გადავდიოდი ფილმიდან ფილმზე, ისე რომ აი 600-მდე გახმოვანება ეს მე არ მithქვია, ეს თქვა ბატონმა კოტე დაუშილვა. მოეთყობა? არა ეს ხო და მაინც გონია რომ ქართული კინო ვალშია თქვენს წინაშე, იმიტომ რომ იმდენი ეკრანული სახე. იმ პერიოდში რაც კი ფილმები იყო ყველგან თითქმის ჩემი ხმა არის, აი ძველი ფილმები რაც კი იყო და ეხლა მეც ძალიან კარგები იყვნენ მსახიობები, აი ძალიან კარგად მუშაობდნენ, იგივე ლეილა ძიგრაშვილი, ლამზირა ჩხეიძე, კარგები იყო ძალიან, მე ყველას თავის ამპლუა ჰქონდა. მე ჩემი რაღაც მომგებიანი იყო, იმიტომ რომ ახალგაზრდა გოგოებს, თუმცა აი როცა შორენაზე იყო ლაპარაკი, იქ ბევრი ფიქრი იყო, იმიტომ რომ მაგრამ ბატონი ვახტანგ ტაბლიაშვილი მიცნობდა კარგად, იმიტომ მიცნობდა რომ ბოლო წლებში მუშაობდა კინოსტუდიაში, დუბლაჟში სამხატვრო ხელმძღვანელად და იცოდა შესაძლებლობები თვითონ მოსმენილი ვიყავდი და ასე შემდეგ და კარგად მიდიოდა საქმე. ახლა ისევ დათოსთან გადმოვდივართ. მოდიოდი და იმ ღამეს სხვა სახელი ერქვა. ეს ხარმე მიდოდა შეიძლება რომელიც დათოს ეკუთვნის და მაშინ ფანტასტიკურად დასრულებდა მაია ჯაბუა. მე რამდენადაც ვიცი, აი ამ თქვენმა ტანდემმა ძალიან ბევრი კარგი მელოდია შექმნა. მაია იყო საერთოდ საჩუქარი ჩემთვის, იმიტომ რომ როცა შაქრება ჭადრებში რომ მოვისმინე, პირველად არ ვიცნობდი მაშინ რა და ნუ აი შევიშალე მის ხმაზე რა. და არ დამავიწყდება, ბებია ჩემი მეუნება რომ ეხლა მაია ჯაბუას დედამ დაარეკავო. რომ სადღაც იმაში ტელეფონების წიგნები რო იყო, იქ უნახია ევგენი და დავარეკე რომ აი ტელევიზორში უნახი ხარო და უნდა რომ შენ და მაია ნუ აი რა დამემართა ეს სახლის დალაგება დავიწყე რაღაცა. აი რომ მოვიდა იმ დღიდან მაიას ხმა ყველა სიმღერა რაც დაწერილი მაქვს მესმის მაიას ხმა და იმ ხმისთვის წერ ყოველთვის რა. ხო გრძელდება? რა თქმა უნდა და მირონითაც გრძელდება ჩვენი ურთიერთობა და საერთოდ პირველ არხთან რაღაცნაირი დამოკიდებულება მაქვს. პირველად მე მოვხვდი პირველ არხზე, ჯერ ფუნიკულიორზე იყო მაუწყებლობა. პატარა მიმიყვანეს, საბავშვო ბაღში ვიყავი, უკვე უკრავდი. მე იყო ესეთი გადაცემა საპოვნელა იქაც მოვედი და ვერც წარმოვიდგენდი რომ მე ოდესღაც შევა პირველი არხის თავარი მუსიკალური პროდიუსერი გამختارიყავი რა. ჩემთვის არის სახლი ეს შენობაც და ეს შენობა ძალიან შემიყვარდა, იმიტომ რომ არქიტექტურა ხო არ არის, ტელევიზია არის სული და ის ყველა რა სულის მატარებელიც იყო გადმოვიდა აი ამ ტელევიზიაში ახლა. და არ შემიძლია რომ არ გავჩერდე რანინაზე. რანინა ეს არის რაღაცა საოცარი სხვა სამყარო. ეს არის საჩუქარი, მართლა საჩუქარი. მერტი საჩუქარი. ყოველ წელს აი ესეთი და საქართველოს აი უდიდესი სიმღერის კულტურის ქვეყანაში კიდე რო წუნდები რომ თაობა არ იცვლება რომ აი სურპრიზია. როგორია რომ ამის შემდეგ წელს რაღა უნდა იყოს და არა ისევ გაოცებული, ისევ გაკვირვებული, აღფრთოვანებული უყურებ აი ამ საოცარ ბავშვებს და ნუ თვითონ კიდევ ერთხელ და მე რამდენჯერ უნდა მადლობა მოუხადო იმ მასწავლებლებს და საერთოდ ამ პროექტის სულის ჩამდგმელებს, იმიტომ რომ ვერსიები სიმღერების, რომელიც ჩვენი ძველი საგანძური ქართული მუსიკის ჟღერს ხოლმე ყველა წელს ისეთი საოცარი ვერსიები, რაც არის საჩუქარი ქართული მუსიკალური კულტურის. არ დამავიწყდება გუშინდელი შენიცახი, გუშინ გავიდა ეს ეთერში, როდესაც აი ეს ექსპერიმენტად მოხდა, როცა შენი გალაქტიოზე შექმნილი არაჩვეულებრივი სიმღერა უცებ მოულოდნელად იმღერა იმ პატარა ანგელოზმა ბავშვმა. ეს იყო საოცრება. ის ზეოთიბათვის და მართლა საჩუქარი იყო, არ ველოდებოდი სხვათა შორის რა, რომ სიურპრიზი იყო, ჩვენ არ მითხრეს და იქ რო გაჟღერდა საოცარი ვერსია იყო ქეთი გაბისიანს ამისთვის უღრმესი მადლობა და საერთოდ რანინას.
ძალიან დიდი მადლობა თქვენ პირველ რიგში იმისთვის რომ მობრძანდით. მე მინდა კიდევ ერთხელ მოგილოცოთ, რა თქმა უნდა, თბილისის საპატიო მოქალაქეობის წოდება, ასე ვთქვათ. რა ვიცი, კიდევ მრავალი გამარჯვება თქვენსკენ და მე მინდა მრავალი გითხრათ, რომ პირველები ვიყავით. დიახ. ძველი პირველები და დღესაც პირველები ხართ თქვენ. პირველები და მიუხედავად იმისა, რომ უკვე მრავალფეროვანი გახდა ტელევიზია, ბევრია, მაინც პირველი რჩება პირველად. აბსოლუტურად ამართლებს თავის სახელს პირველი ტელევიზია. ნამდვილად. და მე ვიტოვებ უფლებას რომ ვთხოვო ჩვენ სტუმრებს, ნუ დათოსთან ქალბატონ თინას რომ თქვენ კიდევ არაერთხელ გვესტუმრებით და უნდა იგრძნოთ თავის როგორც მასპინძლებმა და კიდევ ძალიან ბევრი რაღაცა გვაქვს თქვენგან რა თქმა უნდა, თქვენ ხართ ჩვენი მასპინძელი. დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა და